ეს არის ჩინური მონსტრი ჩქაროსნული მშენებლობისთვის. მანქანას შეუძლია ასწიოს 1000 ტონიანი ბეტონის ბლოკი. გადაჭიმოს ის ხიდის ერთი საყრდენიდან მეორეზე 40 მეტრით და დაამონტაჟოს. ყველაფერს მანქანა აკეთებს, თანაც საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად. ასე მონსტრი აშენებს ხიდს, რომელზეც პლანეტაზე პირველად მატარებლები პირდაპირ ზღვაზე 350 კმ/სთ სიჩქარით გაივლიან, ან უფრო გაიფრენენ. აქ ნულიდან ააშენეს ჩქაროსნული მატარებლების ყველაზე დიდი ქსელი. ააგეს გვირაბები ზღვის ქვეშ, გააკეთეს 100 კილომეტრიანი ხიდები და ესეც არ არის ყველაფერი ის, რასაც უკვე დღეს ჩინურ საოცრებას ეძახიან. არადა სულ რამდენიმე ათეული წლის უკან ქვეყანაში მხოლოდ სიღარიბე და უიმედობას უფევდა. დღეს ის წამყვანი ქვეყანაა. მსოფლიოს მეორე ეკონომიკით ამერიკის შემდეგ და მესამე სამხედრო სიმძლავრით იგივე ამერიკისა და რუსეთის შემდეგ. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩინეთი დღეს აშენებს და აინვესტირებს სხვადასხვა მსხვილ პროექტებს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. რეალური მასშტაბი რომ ვნახოთ, აფრიკით დავიწყოთ. როგორ ფიქრობთ, აფრიკის რამდენ ქვეყანაში აშენებს ან უკვე ააშენა სხვადასხვა პროექტები ჩინეთმა? პასუხია ყველა ქვეყანაში. ნიგერიაში უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგური ააშენა. მოზამბიკში აფრიკაში ყველაზე დიდი ხიდი. კენიაში აფრიკაში ყველაზე დიდი რკინიგზა დააგო. მშენებლობებმა ჩინეთს 2003 წელს თუ 2.6 მილიარდის მოგება მოუტანა, 2015 წელს ამ ციფრმა უკვე 50 მილიარდსაც კი გადააჭარბა. აფრიკაში ცოტა ფული და დიდი შესაძლებლობები, ამიტომაც თავდაპირველად პეკინი სწორედ ამ კონტინენტით დაინტერესდა. აფრიკულ ქვეყნებს მან შესთავაზა ის, რაზეც უარს როგორც წესი არ ამბობენ ხოლმე. პირველი, ჩინეთი აშენებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად და ყველაზე იაფად. შეუძლია კრედიტითაც ისარგებლოს. კონკრეტულ მაგალითზე ვნახოთ, რას ნიშნავს ყველაზე სწრაფად და ყველაზე იაფად. გვირაბის გათხრის ტექნოლოგია ავიღოთ. ჩინური ტექნიკით 1 კილომეტრის ღირებულება 10 მილიონი დოლარია. ამერიკული ტექნიკით კი 50 მილიონი დოლარი. 17 წელიწადში ჩინეთი მხოლოდ ჩქაროსნული რკინიგზის განვითარებაში 30 მილიარდს დებს და 45,000 კილომეტრიან ქსელს დააგებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. დაიწყებს ჩქაროსნული მატარებლების წარმოებას. მაგალითად, ეს მატარებელი RX 480, რომელსაც ტყვის სარტყელს ეძახიან, საათში 350 კილომეტრს ავითარებს. მის შესაქმნელად ჩინეთმა გერმანულ Siemens-თან და იაპონურ Tachi-სთან ითანამშრომლა. თუმცა მის წარმოებაზე ექსკლუზივი აქვს. ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ ბიძგი მისცა ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც უკვე ჩინეთის საზღვრებს გასცდა. უკვე 40 წელია ჩინეთის სწრაფი ტემპით ვითარდება. მას უკვე აქვს დიდი ფული, თანამედროვე ტექნოლოგიები. სწორედ ამით ხდება დღეს ის მსოფლიოსთვის საინტერესო. ის უკვე გახდა მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მუდმივად ახდენს საკუთარი ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების მოდერნიზაციას, იმისთვის რომ კონკურენტუნარიანი და საინტერესო იყოს. ახლა მის ფოკუსში რამდენიმე სფეროა. პირველი ეს ინფორმაციული ტექნოლოგიებია. 5G უკვე არის ახალი ინდუსტრია სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებით. ეს ის სფეროა, სადაც ჩინეთი უკვე ლიდერად ყალიბდება. Huawei ამის ნათელი მაგალითია. ის გლობალურ ბაზარზე დომინირებს. მეორე, სამრეწველო რობოტები. თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნა შესაბამის რესურსს მოითხოვს. ჩინეთი სამრეწველო რობოტების რაოდენობით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა. მესამე, ეს ახალი მეგაპროექტებია. მაგალითად, ისეთი როგორიც არის ერთი სარტყელი ერთი გზა. პროექტის გეოგრაფიული მოცულობა. ევრაზია, აფრიკა და ლათინური ამერიკა. მართლაც რომ შთამბეჭდავია. ის 150-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოსაც. 100 მილიარდი დოლარის კონტრაქტები უკვე გაფორმებულია. მშენებლობა უკვე დაწყებული. მისი კონცეფცია არსებული მარშრუტების მოდერნიზება და ახალი მიმართულებების შექმნაა. ასე რომ ჩინეთის მიმართ მსოფლიო ლიდერების ყურადღება სულაც არ არის გასაკვირი. ეს უკვე აღარ არის ის ქვეყანა, რომელსაც აქცენტი რაოდენობაზე ჰქონდა და არა ხარისხზე. დღეს პეკინი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოწვევა ხდება. შესაბამისად, სი ძინპინის მიმართ დაინტერესებაც დიდია. ეს კანადის პრემიერია. ჩინეთის ლიდერთან მოკრძალებულად დგას და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების იმედს გამოთქვამს. გავაგრძელოთ, ეუბნება სი ძინპინი. ეს ამერიკის პრეზიდენტია, რომელიც იმედოვნებს, რომ მალე ჩინეთის პირველ პირს შეხვდება. შეხვდა კიდეც. ეს საფრანგეთის პრეზიდენტია. ისინი უკვე არიან სტრატეგიული პარტნიორები. ესენი ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატები არიან. შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინს სტუმრობენ და სტრატეგიულ ინტერესებს განიხილავენ. ატმოსფერო უფრო მეგობრულია, ვიდრე მხოლოდ დიპლომატიური. აღარაფერს ვამბობთ სხვადასხვა კონტინენტის მსოფლიოს სხვა ლიდერებზე, რომლებიც პეკინთან უკვე თანამშრომლობენ. და რა თქმა უნდა ბიზნესი. ეს ამერიკული ბიზნეს ელიტაა, რომელიც ამერიკაში ჩასულ სი ძინპინს ხვდება.
თითოეული მათგანი ცდილობს ჩინეთთან ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავოს. თითოეულ მათგანს ესმის, რომ დღეს მსოფლიო ეკონომიკა ჩინეთის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომაც ხვდებიან ჩინეთის ლიდერს ასეთი პატივით. საქართველოს ინტერესი ჩინეთის მიმართ სრულიად გასაგები და ბუნებრივია. ერთი სარტყელი ერთი გზის პროექტში ჩვენ სტრატეგიული მდებარეობა. შესაბამისად კი სტრატეგიული მნიშვნელობა გვაქვს. თანამშრომლობა სწრაფად განვითარდა. 2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გავაფორმეთ. 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორები გავხდით. რამდენიმე დღის წინ კი პეკინსა და შანხაიში შეხვედრებს მართავდა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მართველი პარტიის დელეგაციასთან ერთად. შარშანდელი წელი იყო ისტორიული, ჩვენეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ბუნებრივია ამ თანამშრომლობის შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და ამას ემსახურება რა თქმა უნდა ჩვენი ვიზიტი. არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამას უნდა კონდეს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩვენეთს შორის. რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას სურს ახალი თანამედროვე პროექტის ნაწილი გახდეს. ეს მოდერნიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და რეგიონში მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს. სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური კავშირები, ტურისტული პოტენციალი, ინვესტიციების მოზიდვა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. თითქოს რა არის ამაში ცუდი, მაგრამ ოპოზიცია კატასტროფულად უკმაყოფილოა. მაგრამ ამ ისტორიას ახლა არ შევყვებით. მოძველებულ შაბლონებს და სტერეოტიპებს ისევ მათ დავუტოვებთ. მით უფრო ახლა და ამ ფონზე, როცა საქართველო ახალ ფუნქციას იძენს.